გამარჯობა. 1862 წელს სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოში თავისი ამალით რუსეთის მოხელეებისა და კაზაკთა რაზმის თანხლებით იმოგზაურა პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბერტ ჰოჰენცოლერნმა. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა ამ მოგზაურობის აღწერა წიგნში კავკასიაში 1862, რომელშიც რამდენიმე გვერდი მიზღვნილია გურიას. აი ამონარიდი მისი წიგნიდან, რომელიც პირველად, როგორც ვიცი, ცნობილმა ისტორიკოსმა ქველიჩ ხატარაიშვილმა გამოაქვეყნა. დიმიტრი გურიელოს ის იყო მასმიძელი, ახლდა მდიდრულ ღია ფერების ტანსაცმელში წყირონად გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი, მოლაშქრე. მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი. ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელს ზემოთა ელეღსა და ზუპუნას ზემოდან ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა, ანუ ჯანიო. წელზე ერთღაც ფართო ოქროსიმით მდიდრული ნაქარგით ტყავის სარტყელი, რომელშიც გაჩლილი იყო ყამა, ან ხანჯალი, ან დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულები. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე. გრძელი, ფაქიზად გამოყვანილი ცხვირი, ფართო შუბლი, პატარა პირი, იშვიათი ელვარების მეტყველი შავი თვალები, მუქი ესპანური სახის ფერი. ერთი სიტყვით ამბობს პრუსიელი პრინცი, გურული კავკასიური რასის იდეალური ტიპიაო. გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომელიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ სამინჩში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი. შემდეგ პრინცი აღნიშნავდა, დებულება, რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაში. ოღონდ ეს გურულ მამაკაცებს ეხებაო. ქალები მხოლოდ მაღალი საზოგადოების მანდილოსნები არიან, იქ ლამაზებიო. გურულ მამაკაცზე უმშვენიერეს ვერაფერს ნახავთო და აღწერს მის ტანადობას, ძალოვანებას, კანის ფერს, წვერს, თვალებს, კბილებს, განიან მკერდს, სწორე თეძოებს, მკლავებს, ჩაცმულობას და შეერაღებას. რაც ყველაფერი ერთმანეთს შესაფერისია და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამის მნახველი ევროპელი გაიგებს რა უპირატესობა აქვს კავკასიურ რასას სხვებთან შედარებით. მოკლედ გადაურევია ამ ჩვენ გურულ კაცებს ეს კაცი, ეს პრინცი და როგორც ჩანს, მაგას ქალები ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ შესანიშნავი აღწერილობა კი დაგვიტოვა. დღესაც სულ ეს იყო, კარგად იყავით.